გამარჯობა მეგობრებო, გამარჯობა. როგორ ხართ? სახაუმშვიდობისა. როგორ ბრძანდებით? როგორ ხართ? მოდით და კამერა გავუსწოროთ ჩვენს გოგოს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ვლოგს იღებს ჩემი შვილი. დედიკო, რა არის ერთი რას მიირთმე ვაჩვენე ჩემო საყვარელო? რა არის გაჩვენო? თან გადმოგიწმინდოს დედიკო. რა ქვია დე მაგას? რა რაღაცა დე? უი, განათება არ ჩაგირთო დედა? მოიცადე ბლოგზე როგორ შეფრო განათება არ ჩაგირთო, აი ას. მოდი შემოგიტრიალო საყვარელო. მაპატიე, აი ოპ, აი ას. დედიკო. ესაუბრე ერთი რა გიდევს შენ რას მიირთმევდე? ემემდემს? ხმა მაღლა დედა რა გაიგონ შენ? რა შურჩულეშო. მიირთვიდე. დედიკო. მოუყევი ერთი შენ სად იყავი დღეს? დედიკო ეს ქუდი მომეცით ხო? მამიკოს ქუდიც მომეცი? მადლობა. ბაღში როგორი დრო გაატარე მერე? კარგი. კარგი დრო. აჰა. მერე? ცეთ გოგოებო გაგასწოროთ. მერე დედიკო მოყევი ერთი. რა ხდებოდა? რა მიირთვა ჩემო მარიკომ? გამახარე ერთი რა მიირთვიდე? ხაჭო კიდევ ჩემო სიცოცხლე? ორი. ვაიმე, მართლა ლამაზო. ჩაიც მიირთვი? ვაიმე რა მაგარი გოგო ხარ და კიდევ დედი? სუპი. ხოჩახ დედიკო შენ რამდენი მიგირთმევია? მაგარი გოგო ხარ ძალიან დე. დედა მოიკითხე შენი გამომწერები როგორ ხარ თუ კითხე დე? კარგად. კარგად ვარ თო ესე გითხრეს? მე მგონი ჯერ არ მოგიკითხია შვილო. დედკო კიდევ არა გაქვს უკულადები კიდევ რომ მასწავლებელს. ვაიმე ჩემო ლამაზო მასწავლებელს გინდა მისცე? გაგატანო დე. გუშინ მივაჩი. ხო დე. ნახავ დე კიდევ რომ ეს და წაუღე. დადი. ბატონო. ის ნადის რა იყო? გოგოებო ყავას მოვადუხეთ და მარიკო მიყვარხარ ძალიან და იცი როგორ მომენატრე დე. დედიკო ბებო როდის მოვიდა ბაღში უკვე რომ მორჩი? სამხარს მერე მოვიდა? თუ ჯერ მიირთმევდი დე? არა? მიირთმევდი. კი ბატონო. დედა შენ ესაუბრე გოგოებს და მე ყავას მოვადუღებ და მოვალ დე. დედიკო რატომ არ ესაუბრები? მაშინ გავთიშოთ კამერა გინდა? მოუყევი ერთი შენ ბებომ რაები მოგიტანა მოუყევი აბა რაები გიყიდა? Podine da ampersia. Da gedam tkapები აქვს. ქოთანია, შავათხელია. ხო, მოუყევი, აი ამათ უნდა მოუყვედე, რომ ვიყურებენ. ამას დაგავიწყდა მგონი გადაღება, ხო, იმდენი ხანია. შვილო შენ კი არა მგონი მე დამავიწყდა. არა სანდაგავიწყდა მგონი მე. როგორც მიხვდით გოგონებო ცოტა არ ამიშავს, ალბათ ხმაზეც ცოტა მეტყობა რომ უკეთესობა მაქვს შედარებით, თუმცა დაბალ სიცხეს ვერ დავაღწიეთ თავი და ვნახოთ დღეს როგორ ვიქნები და ხვალ წავალ რომ ფილტრებზე ფეხი ჩამოწვი მარიკო. მოვასმენინო, ხო და რა ვიმედია რომ
ფილტვის რაღაც არ მაქვს მაინც ანანთება, ანას რაღაც მსგავსი არაფერი იმედს ვიტოვებ, იმიტომ რომ ნამდვილად ვეღარ გავუძლებ ეხლა ზედმეტ კიდე წამლების მას. ისედაც გადაჭყებილი ვარ, გაჭყებილი კი არა. ასე. დედიკო. კიდე მომიყევი ერთი ბაღზე რა ხდებოდა? კარგად მომიყევი ყველაფერი. არ ვიცი. ყველაფერი კარგად ხდება. რა თქმა უნდა, დედი, ყველაფერი კარგი უნდა მოხდეს, აბარა. არა, დე, იცი რას გეკითხები? რამე ისწავლეთ დღეს? თუ დღეს ისვენებდით, დე? რა, ბევრი რამე არ ისწავლეთ. ბევრი არა, რა თქმა უნდა, ცოტა უნდა ისწავლო შვილო ყველაფერი. ცოტა კი, ყველაფერი კი უნდა ვისწავლო. რა თქმა უნდა, მომიყევი ერთი რამე ისწავლა, ჩემო მარიამმა. ჩემო მარიამმა ისწავლა რამე. ესეც დაყარე. რა შვებით ხალხო? რაიმე დედა რამ სიმაღლეზეა შტატები. აი ესე ვართ. მერე დაბლოგო. დაყუდებულები ვართ. დადიდე. გაუშვი, გეთი შეიძლება. აგერ და ისე გაგასწოროთ ხალხო, საიდან მიყურებთ, იცი? აი. რა არის? ჭანჭარი. წარე, რატომ დედა? არ ვიცი. უშნიდი და მამა. ძალში. მამამ გიყიდა და ხო. მოვატუღოთ ყავა. სიმართლე გითხრათ, გოგოებო, ჯერ გაიწე მარიკო რა შეიძლება. ჯერ კიდევ ვერ მივეჩვიე, ასე ვთქვათ, დიდ შტატივთან ურთიერთობას, აი ესე რო გითხრათ რა. აი ნახე, ახლა კი დავაყენე, მაგრამ მაინც ვერ დგას, აი უკუღმა დგას თითქოს. ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება, იმიტომ რომ აი რაღაცა ვერ დგას რა. ანუ რა ვავშველო უკვე აღარ ვიცი რა. აი ასე უნდა იყოს სწორე, მაგრამ რეალურად ნახეთ, მარიკო თუ შეიძლება ჩაბძანდი. ჩაბძანდი. მოიცათ. ანუ ცუდად დგას და ვერ ვიგებ როგორ დავაყენო რომ კარგად ჩანდეს და რა გავაკეთო. აი რა ვიცი, არ ვიცი. როგორც არის, ეთყობა მე შტატივებში ვერ ყვევი ხალხო და უბრალოდ დაყენება არ ვიცი შტატივის თუ რაღაც არ ვიცი დამიწერეთ როგორ ჩანს კადრები, იმიტომ რომ ცოტა მგონი ვერ გავიგე რანაირად დავაყენო და თუ აი ამ წამს ხა როგორც აყენია ნორმალურია ხო, აი დამიწერეთ მოკლედ ხა. დედიკო, მოდი რა მოგეფერო, მომენატრე. მოდი, ჩემო სიცოცხლე. მოდი აი ასე მოგეფერო, ძალიან ახლოს პირი არ მომადო, ასე. აი მე გავგიშდები. როგორ მენატრები დე? მე ბახშივა. ხო, საყვარელო. ჩემო ქარა მოიტანა მაგნიტიდან ახლა მეზარება სიმართლეითაც შეფუთო გაჩვენებთ, მაგრამ მე გაჩვენებთ რაღაც არ ვიცი მოკლედ 400 რაღაც კალორია აქვს და ესეთია რა და 3 ცალი გამოდის 80 კალორია. და აი ყავაზე რომ მივაყოლო ხოლმე, ახლა მივხვდი რომ აი ძალიან კაია რა 3 ცალი და 3 ცალი ყოფნის ყავაზე მისაყოლებლად და ახლა გაგირჩიო და ახლა 80 კალორიაც ვთქვათ რომ ძალიან ბევრი არ არის ხო? და რაც სასმუსნაოდ და გასართობად ვფიქრობ რომ ძალიან კაია რა. აი მე მარიკო ეგ მარილია არ მიირთვა და ეს არის კვახის გული რომელიც დედამ ჩამოიტანა საბერძნეთიდან ხო და მარიკოს ძალიან უყვარს რა თქმა უნდა აქაც არის. გაგირჩიოდე ხო? გარჩეულებიც არის რა თქმა უნდა, ხა აქაც და ზოგადად იყიდება ხო ყველგან. მაგრამ სულ ამბობს ხოლმე აი ჩემი ძმა გიჟდება ისე უყვარს, ანუ აი ძალიან უყვარს და
სულ ამბობენ ხოლმე რომ ნუ აი როცა არჩევ რაღაცა სხვა მუღამი აქვს აი როგორც მზესუმზირა რა ეხლა მაგეთით ხო არის მზესუმზირა რომელიც ანუ ასე თქვათ უკვე გარჩეულ მდგომარეობაში იყიდება მაგრამ ჩემთვის მაგათად მზესუმზირის ეგრეთ წოდებული მუღამი არის იმაში რომ რაღაცნაირად თავად მოხდეს გარჩევა რა ჰადე მარიკო აქვთ ხო ეხლა რა ხო იცი რომ არ შემიძლია ამდენი ის ჩადი დედიკო ძირს და ის არა გაგირჩიო შენ გინდა გარჩო აგერდე და მე ჩემი კი ბატონო შვილო მამია მე ვინ გეტყვის უარს გენაცვალა დედა მაჰადე გადმოგიყრი მე და შენ გაარჩიე კარგი აი მეტი აღარც არის ეს ჩავყაროთ აქ ნაგავი დედიკო დღეს ბევრად უკეთ ვარ ვფიქრობ ანტიბიოტიკების წყალობით იმიტომ რომ ფეხზე ფიზიკურად ადგომა მიჭირდა დღეს უკვე სახსრების ტკივილი ოდნავ მომეხსნა იმაზე შედარებით ვიძახი მაგრამ ესე მომწონს იმართლა გითხრათ ესეთ იმაზე რო გაშტატები მე თქვენც მითხარით როგორ იმაზე მეტად მომეხსნა ვიდრე ვთქვათ გუშინ აი რა კარგად გავარჩიე და ნახოთ ანუ ძალიან აღარ მომწონს ეს ამბავი უკვე და ხშირი ისინი რა აღარ მინდა ფიცავრო ძალიან თხლად აღარ ვიმი მე რა გავაკეთო გაგირჩიო ჰა ფეხი მე ხო იცი როგორ არ მიყვარს მაგიდაზე შემოლაგებები და რაღაცეები საყვარელო ხო იცი დედიკოს როგორ არ მოწონს მსგავსი ქცევები აჰა ბატონო რა თქმა უნდა ბავშვობას უშლიო რომ იწერთ ხოლმე მინდა გითხრათ მეგობრებო რომ პირობითად ბავშვობას კი არ ვუშლი არ მსიამოვნებს აი მაგალითი რომ ავიყოთ ფეხი რომ შემოდოს მაგიდას და საერთოდ არ მგონია ნორმა რომ ახლა მე ავიღო და ფეხები შემოვალაგო მაგიდაზე მე გინდა ბავშვი ვიყავი და გინდა 35 წლის ანუ რატო უნდა როდის ვასწავლო რომ არ შეიძლება ახლა 60 წლის რო გახდება ხო თავისთვის მე ასაკთან ერთად ისწავლის რაცა ბლა 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 განა არ მესმის მაგრამ ჩემთვის უფრო მისაღებია რა რომ ამასე კიდევ რაღაცები იცოდეს დედიკო რა იყო საყვარელო მაგრამ ხოთაშორის ამას არ ქონდა ბევრი კალორია ერთი წუთით არა ანუ 236 კალორია აქვს და ცოტა გამიკვირდა უფრო მეტი მეგონა რომ იქნებოდა 236 ანუ არა აქვს ბევრი სასმოსნოდ გადასარევია სულ არის 45 გრამი ანუ ერთი მთლიანი შეფუთვა რომ მივხვდა ძალიან კარგი იქნება გავთვალისწინე გინდა კიდევ ჩახარ დედიკო ჩამოდი და ისე ესაუბრე ჩემო ნამცეცო ჩემო ლამაზო და ჩემო საყვარელო როგორ მომენატრედე ძალიან მომენატრე დედიკო რო ბაღში ვარ ვიცი დე იმიტომ მენატრები რომ ბაღში ხარ ხოლმე ჩემო სილამაზე და მე ხოლმე მეჭმენატრები შენც გენატრები დე ხოლმე ხოლმე ხო და გაგეხარდება ხოლმე ვიცი დედიკო ვიცი თქვენ წარმოიდგინეთ ხალხო მარიკო რო იყო 6 თვის მე და მარიკოს ხო შეხვდა კოვიდი და ორი კვირა კლინიკაში ვიწექით და მე ვუვლიდი რა თქმა უნდა ხო მაგრამ ასე ძალიან სუდად ახლა რო ვიყავი აი ეს დღეები არ ყოფილო არ ანუ აი მიშველეთ რო აღარ ამომდიოდა აქედან ისე ვიყავი დაახლოებით ეხა კიდე არ ამიშაოს კიდე ძალიან სუდად ვიყავი და 3 წლის ადამიანი მივლიდა ეს დღეები და გეტყვით ხარ ასე ეკეთებდა ვეტყოდი ხოლმე რომ დედიკო თუ შემოწყალი მომაწოდე მაგიდაზე რომ წავი წყალსაც ვერ ვიღებთ ისე სულად ვიყავე მომიტანდა რა თქმა უნდა უკანს ვეწყდება და ის თორე არა დე ახლა არ გეუბნები რომ მივლიდი იმას ვუყვები დე შე რომ მივლიდი დე და მაფარებდი საბას
საბანს ეს კარგად გადამაფარებდა ხოლმე რომ დედიკო არ შეგცივდეს და კიდე არ გაცივდეთ მამამისის გაისმის ხოლმე რომ აი ცივდება და თხლადაცვია და იმიტომ ცივდება კიდე ძირს დაყრდნოს ალაგებდა ყველაფერს ისი არ დაწვება რომ თავისი ახლაც და ანუ იზღები მით უმეტეს ყველაფერს ჩაალაგებს თავის ადგილზე რაც არ იცის სად წაიღოს და თქვა ძირს გდიან სადღაც იდო აიღებდა და ცოტა ის ადგილას დადებდა ანუ რაიმე შტატივი არ გადმომიგდო სად მიდიხარ იქით საფრთხე მოდი აქეთ მოდი აქედან გადადი შტატივი იმ დონემდე მეხმარებოდა 3 წლის ბავშვი არ ვიცი აბა რა ვთქვა არ ვიცი ხო 3 წლის ეს ხო არ არის ახლა ვთქვა 15 წლის 9 წლის 10 წლის ჩუსტები თუ შეიძლება აი მანდალაგია შენი ჩუსტები საყვარელო ჩაიცი და ანუ ხო ხვდებით რა ემოციური ის აქვს რომ ერთი ციდა ბავშვი რასაც ვეუბნებოდი აი არ ვიცი რა ვეუბნებოდი თუ არ ვეუბნებოდი ყველაფერს აკეთებდა და სხვადასხვა ძალიან ნერვიულობდა როდი კიდე ცუდად ხარ ხო კარგად და ძალიან განიცდიდა იმას რომ მე ვიყავი უუნარო აბსოლუტურად უუნარო ვიყავი მართლა არაფერი არ შემეძლო და ამ შემთხვევაში მარიამი იყო სახში ქალიც და კაციც სანამ მამამისი არ მოვიდოდა დედა არ იყო თბილისში ხა მერე ჩამოვიდა და მერე კი ბავშვს პატრონობდა და მეც მაგრამ ანუ ხო ხვდებით რა ის დღეები მარიამი იყო აი ძალიან ისე და ახლაც ჩვენ რაცა შინაგანი წესი გვაქვს და ეს არის აუცილებელი და არ აქედან ამოდი არ განიხილება არც დაღლა არც უიდა არც ვაი უნდა ალაგდეს ყველაფერი აბსოლუტურად როცა ვემზადებით ძილისათვის იმიტომ რომ მე არ მიყვარს არულ სახში დაძინება დისკომფორტს განვიცდი და არ მომწონს მირიალებული სათამაშოები ძირს და ესე ალაგებს ხოლმე თუ შევატყე რომ სჭირდება დახმარება რა თქმა უნდა ვეხმარები და ესე არ არის არაფერი ამაში ცუდი თუ თავიდანვე მივაჩვევთ ანუ რა ვიცი ჩვეულებრივი ამბავი მგონია პრინციპში ეგ რა დედი ბატონო ხო მოაბრუნე და ისიაჩვენე როგორც ყოველთვის მამამისმა არ ვიცით რაში მაგრამ მიათხრიშა ფული ვითომ რაღაცა ტრიალებდაო რა ვიცი მართლა კი ანათებს თუ რაღაცა შვება გავანათო გოგო მოიცადე აი მე კიდე კარგი ხალხო ბავშვ თავში ახო არ მოგხვდადე? აი მე ეს რომ მოხვედროდა ხალხო თავს წააცლი და არა დედი აღარ ქნა შენ კარგი? აი მე არა შენი ჭირმე თავიდან ანებე რა. აი მე როგორ გამისხდა ხალხო ხედა რა სისწრაფით გავარდა. აღარ ქნა ხო ჩემოსაყვარელო კარგი? მამამ ქნას მათ? არა. აი ესე გეჭიროს და ვაჩვენოთ მამამ ქნას რომ მოვა ხო საყვარელო დე რო არ იტკინო არაფერი ჩემო დახატულო ნახე ხო გეტკინა აი მეტკინა შვილო გამიწითო და მე კიდე ეგ მინეს დაზარებული ქიბროწაშვილივით დავდი ამაში შედაობა აქ ხო გიჟდები მე ჩემო სიცოცხლე მე ოდექი ყავა დავლიეს დედიკო. ასე რომ მოდი მივირთვათ 80 კალორია. ხო და ვაიმე რომ ნახე რომ ანუ არ იყო 400 რაღაცა იყო და ეხა 3 წელი 80 კალორია არაფერი არ არის. ვაიმე მეთქი კობას გიხოცები კიდე. ეს ეხა თქვენ მივირთვათ კიდე შეფუთო ჩემთვის იყოს ვთქვა. ასე რომ დავაყოლოთ. რადე? როგორც დაჯო ვერ გავიგე. როგორც დაჯონგა
რა, აი ეს. მამა გააკეთებს და მაგას. ხოძერ მოდეხა. მალინის ჯემია. არა, დედიკო, შენ არ გაუკეთო, კიდე არ გამოძრო შულო, თორე. აი ეს. აი, აგეთუ არა. მამიკო გაქრა. დედა ჩემი, ერთი დადექი რა ფეხზე და ანუ ეს თუდად რო ვიყავი, დადექი რომ აზად მე წავიდეთ და წამოვიდეთ. უიმე. ხალი გადაირი ამდენ დღეა. რა იყოს? სახეზე ეხა ცხობეთ ყოფა და თქვენ უნდა გენახა წინა დღეებში. რა შეშლილი სახით ვიყურებოდი რა. სხვათა შორის ბანაობაც ცოტა მშველის, უფრო მეტად გამოვყავარ. თუ ეგეც ანტიბიოტიკებს დავაბრალო, არ ვიცი, მაგრამ ანტიბიოტიკები და ბანაობა ერთად რაღაცნაირად ცოტა ტონუსში მაგდებს რა. ჩემი ქმარი იძახის, ჩაიცვამსო. რაღაცაო გადაღიღილზე და დათისო და ზემთილი მირეკავს ყოველდღე და ქალი ეკათიშე. რა ხმა გაგო შუქშია ქალი და ხმა გაგო. ანუ ამდენი ხანი რომ ვერ გამოკეთდიო რა და ხო მეთქი ხმა და ანუ ნახე წარმოგიდგენიათ ხალხო არც ანუ ის მაქვს ხველა არც ერთ ხელ მქონდა ცოტა სპაზმური ხვალა თორე ზოგადად ხვალა არ მაქვს არც ეგეთი ცემინება არ მაქვს არც თუ არ მაქვს და ხმა მაქვს არ წამოვიღე, იმიტომ რომ ბაღის არის. მამა, შეგჭამს დედა და მორჩა. შეგჭამ, აი. კიდევ. აჰა. ხოდა ესე გოგოებო. ხდავთ რაც ეს უნდა გაუხსნა. ჩემს იმაზე ქვია ბლოგზე მომწერა ერთმა გოგონამ რომ საჩუქარო მინდა გაგიკეთო. ოღონდ არც ახალი მინდაო თქვაო, არც გვარიო და საერთოდ არც რომელ ქვეყანაში ვარ და საერთოდ არაფერი. ერთი გოგოშია, ერთი ბიჭიშია. იმიტომ რომ ვინმეო ჩემი ანმაო რომ გაიგოსო, აი მთელი სანათესაო და მესევაო რომ მე რატო არ მიგზავნიო. ხალხო რა მიგურს ეხა მე თქვენ გეტყვით. პირველ რიგში უდიდესი მადლობა მე ჩემ გამწერს უკვე ვესაუბრე სხვა თემა, მაგრამ ეხა სხვა თემაზე ვსაუბრობ. ესე იგი ხალხო შიშით ადამიანებისთვის ვერ გაუკეთებია საჩუქარი, იმიტომ რომ ვიღაც ნახავს, მე რაღაცა საყვედურებს ეტყვის რომ მე რატო არ მიგზავნი, ასე, ისე და ძალიან ბევრი გამიგია სხვათა შორის, რომ აი მე ოჯახის წევრები საყვედურობენ, ის და შენ ნაშრომს ვის მისცემ, რატო ეკითხება პეტრეს, პავლეს, ივანეს, შოთიკოს, ჯიმშერის, აი რა ვიცი რა. იმდენად ნერვების მომშლელია ხალხო ის რომ გავიაზრე ახლა რომ მე ჩემ ნაშრომს ვის ვაძლევ, შეიძლება მე მაგალითად მე მომწერონ ვიღაცაებმა ნაცნობები ვიღაცაებმა რომ იცი რა ახლა მე ანუ ეგ რო წარმოვიდგინე იმდენად გავღიზიანდი ანუ ჩემ თავზე იმდენად გავღიზიანდი რომ ჩემი ნაშრომი ვიღაცას რო გაუყავი არ აქვს მნიშვნელობა ვის არავის არ იკითხება ეგ ვიღაცას ამის გამო შეიძლება გაუჩნდეს პრეტენზია რა ნაცნობი ნათესავი ოჯახს არ აქვს მნიშვნელობა ვიღაცას წარმოიდგინეთ რა დაზაფხულია ხალხი რომ საკუთარ ნაშრომს უნდა რომ თქვა ვინ არის და ის და უნდა მაგრამ აი არა რა საბოლოო ჯამში არის იმიტომ რომ ხო ნუ მე გახსენდა რომ აი ნათესავები ისინი და მე რატო არ მიგზავნე და დაუწყებენ 1000 დაკითხვას არ ვიცი
აი არ ვიცი, ადამიანს საკუთარი ნაშრომი ვერ უჩუქებია ვინმესათვის. ეხლა ჩემი თავი რომ წარმოვიდგინე მათ ადგილას, საკუთარ თავზე გავღიზიანდი, რომ იმდენის უფლებას ვაძლევთ ადამიანებს, რომ მე ჩვენ ნაშრომზე ვიღაცებმა რაღაცა ესე რა წარმოიდგინეთ და როგორი ის არის, ცუდი მომენტი რა, აი ხო წარმოგიდგენია. დედა რა საჩუქარი მივეცით? შუშა, ანუ მინის ჭიქები და თავისი თოქი იყო და იმას ყვება საჩუქარი მივეცით. ხო და ესეთი ამბები გოგოებო, აი რა არის, რომ შრომობ, წვალობ, სადღაც ემიგრაციაში გადაკარგული ხარ, ეხლა ჩემები ემიგრაციაში არიან, ხო, აი ამდენი ადამიანია ემიგრაციაში, ჩემი ოჯახის წევრი, ამდენი ხა ეს ხო არ არის ერთი ადამიანია წასული და ის ჩემი აი ჯერ მარტო აი ამ სახლიდან არის 4 წასული. ანუ ხო ხვდებით რა ემოციური მასში ვარ და რომ წარმოვიდგენ რომ ვინმეს გამოუგზავნეს რაღაც და ვიღაცას ქონდეს ამაზე პრეტენზია ხო რომ აი დედა ჩემმა მაგითაც მიმას რატო არ გაუგზავნე ვინ გკითხავს უკაცრავად ეხლა ჩემ ნაშრომს ვის გაუგზავნი ხო მაგრამ არა ალბათ ჩვენი ბრალიცა რომ მეტის იმას ვაძლევთ უპირატესობას ვანიჭებთ რაღაცებს და მეტის უფლებას ვაძლევთ მე ადამიანებს აი არ ვიცი რა მაგრამ სულ ყოველთვის ვერ გაიხსენებს დედა ჩემი რომ რამე პირიქით მეთქვა ყოველთვის ვეუბნები დედა აუცილებლად შენი ნაშრომი დაახარჯე საკუთარ თავს პირველ რიგში ეხლა ვალი რო გაქვს რაღაცა ბანკს რო იხდი ამებს თავი დავანებოთ ზოგადად შენი თავისთვის გადადე ყავის ფული, გადადე ამის ფული, გადადე იმის ფული. რაც გინდა მოკლედ. ყოველთვის. მადლობა ღმერთო დედა ჩემი მიეკუთვნება ისეთ ადამიანს, რომელსაც უყვარს შრომა, ძალიან შრომელია და უყვარს კაფეში ყავის დალევაც, ნამცხვრის მირთმევაც, რაღაცა ხაჭაპურის ჭამაც თუ მოკლედ. უყვარს. თემური ბაბუა დამინჯახა ჭრიპა ვერ მოინელა და სულ ვეუბნები დედა შენი თავი ჯერ შენი თავი ეს ყავა არ მოიკლო იმიტომ რომ მე ვიცი შენ იყვარს იქ ყავის დალევა არ მინდა შენ გამოგზავნილი ფული თუ მე ვიცი რომ შენ იმ კვირას ვერ დაჯდები ყავაზე და საწოდავად რაღაცა შენთვის ის არ მინდა, იმიტომ რომ უნდა ვიდარდო ამაზე, ვინერვილო და გადავირიო მე, არ მინდა. მე რო ვიცი რომ დედა თუნდაც კვირაში 2-ჯერ თუ ერთხელ თუ 3-ჯერ თუ 10-ჯერ გადის იმ კაფეში და სვამს ყავას, იმიტომ რომ მისთვის არის ეს განტვირთვა, მე ვარ უფრო მეტად მშვიდად, იმიტომ რომ ის რაღაც იმ თავის მინიმალურს, აი მე ის ზღვაში წვეთიც რო არ არის, რაღაცას იკმაყოფილებს. და სულ ვეუბნები მუშაობენ ადამიანები რეპოების გარეშე, რეპო ანუ დასვენების გარეშე და ეს არ არის თვე, წლები მუშაობენ ასე და კი, ბევრად მეტ ქონებას აგროვებენ, იმიტომ რომ როცა არ გადიხარ კვირა დღეს სამსახურიდან, რა თქმა უნდა, ანაზღაურება გემატება, მაგრამ ყოველთვის ვეუბნები დედას, დედა არ გინდა გადი კვირა დღეს, გადი შენ ახლობლებთან, გადი შენს შვილთან, შვილიშვილთან და კიდევ ერთხელ მადლობა ღმერთს რომ ჩემი ამს რო არა მე არ შემიძლია, უნდა გავიდე, იმიტომ რომ ნუ გავიდე. ხა მაგას თავი დავანებოთ, რადგან კვირა დღეს არის დასვენება, ქართველებისათვის უფრო მეტად ხდება ხოლმე საპოეზიის საღამოები თუ წიგნის წარდგენები თუ არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება. კვირა დღეს ხარ რესტორნებში წახვალ თუ ასაიდო კარგი? ხო, კარგი, დავინახე. შემეშინდა ხალხო მისათვლელი. ავიწევით ხუიდან. ბოდიში დრო ის ყოფილა რა ქვია და მაგიტო გამეთიშა ვიდეო დავასრულებ უცებ და
და სულ ხო რას ვახონ პრინციპში რა ხარ რომ სიტყვაზე გავჩერდი არ მახსოვს, მაგრამ ამიტომ სულ გადის ხოლმე დედა ხშირ შემთხვევაში კვირა დღეს აუცილებლად, იმიტომ რომ თავის საქმეები აქვს და აუცილებლად უნდა გავიდეს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ლექს კითხულობს, რაღაცა საღამოზია, იქ არის, აქ არის, შესაბამისად დედას გარდა იმისა, რომ ოჯახში მუშაობს, კიდე ბევრი სხვა საქმე აქვს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მადლობა ღმერთს ამაში რამდენჯერ ვთქვი დღეს მადლობა ღმერთს. ხო და მოკლედ აუცილებლად გადითქო ვეონები და არის ახლა შემთხვევა, როცა ფიზიკურად ვერ შოულობენ, თქვა დამტოვებას ან აი თქვა შვილი ვერ დარჩა თუ მოკლედ ვიღაც და რაღაცა ხდება გაუთვალისწინებელი და უწევს ხოლმე კვირა დღეს მუშაობა ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე ეგ, მაგრამ იმიტომ რომ მეტი ანაზღაურება ქონდეს, იმიტომ რომ უიდედა და ეხლა შპალერები და არიქა და ჩვენ სახლი და როკოკოები დავიდგათ და დედა შევწიროთ მსხვერპლად და კვირა დღესაც იგი იყოს და იგი ცხოვროს და რაღაცა მარტო მისი ცხოვრება შემოიფარგლოს ფულის გროვებაში, ეგეთ რაღაცას არც მე დავუშვებ, არც ჩემი ძმა არ დაუშვებს და არც დედა არ გაუკეთებს პრინციპში საკუთარ თავს და მე და ჩემი ძმა ძალიან ისე ვართ ხოლმე, რომ ახლაც რაღაცა წამოსვლა არ წამოსვლაზე ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა დედას წამოსვლა რაღაცა კითხებთან ის გამო და არა უნდა წავიდეს მორჩა ორივე, ერთხმად განვაცხადეთ, რომ სულ რო დაიქცეს ქვეყანა, დედა უნდა წამოვიდეს საქართველოში, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა ხდებოდეს, არაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიახაც რომ შვილების ჩართულობას ამ ამბავში, იმიტომ რომ როცა ხედავ, რომ დედა მუშაობს ისე, რომ ანუ რეპოს არ იღებს და არ გადის გარეთ ადამიანი რა. მისი ცხოვრება არის სხვა ფერი, დამიჯერეთ, ძალიან ბევრი ემიგრანტი მინახავს, რომელიც რეპოების გარეშე მუშაობს და მისი ცხოვრება ძალიან რადიკალურად განსხვავდება იმ ადამიანებისაგან, თუნდაც დედაჩემისაგან. ფსიქოლოგიურად უფრო მეტად უჭირთ ხოლმე დედა ამბობს მე რაღაცა პირობის მე ფსიქოლოგიურად აი ძალიან დაშლილები არიან, ძალიან მძიმეა ხალხო. საერთოდ რო არ გადაკვეთა ესე არის სვენება არ გადიხარ და ასე შემდეგ. არ მინდა და შენ რო ხარ შვილი, მე მგონია, რომ უნდა უთხრა რომ ისედაც შორს ხარ, ისედაც ჩვენგან ხარ და იმ დარწმუნდა იმას მიზავ რომ საერთოდ გარეთ არ გადიოდე, გადი, მაგ კვირაში ერთხელ მაინც გადი. და მგონია რომ შვილებმაც უნდა დააძალონ მის მშობლებს, რომ არა, კი, კარგია ფული. ვის არ უნდა ფული უკაცრავად, ყველას უნდა ფული, დედა შვილს, ქმარს, ბებიას, ყველას უნდა ფული. ჩვენ ადამიანებს გვჭირდება და გვინდა და გვიყვარს. და მაგისთვის ვწვალობ და მუშაობთ, რომ ის ჩვენი გეგმები, ოცნებები თუ რაღაცები და მაინც ყოფილი ფულთან მიდის, ხო? რო ავიხდინოთ, ასე რომ ვთქვათ. და ყოფითი რაღაცები დავიკმაყოფილოთ და არაფერი არ მინდა თუ დედაჩემს ვნახავ ნაწილობრივ ფსიქიკა არეულს, იმიტომ რომ გარეთ არ გამოდის და სულ მუშაობა, სულ სტრესი, დაძაბულობა, არა. ახლა დაგემშვიდობებით, დღეს მონატრებულზე ტყობები ვილაპარაკე. დიდი მადლობა, ვინც მიყურეთ, ვინც მკითხულობთ, ყველას ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ გვიყურეთ.